ცხოველს ვერაფერს ვერ ვიტყვი. და ეს არ დაწყებულა ტერორის სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ არ დაუწყია 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრის გამო. ტერორში ვცხოვრობთ განსაკუთრებით ბოლო 3 წელია რა. ჩვენ გავლილი გვაქვს სახლთან დახვედრები. ჩვენ გავლილი გვაქვს ოჯახის წევრებთან დარეკვები და გინება. ქალებისთვის დარეკვა და გინება. ჩვენ გავლილი გვაქვს დაკავებები და დაუნდობლადცემა ადამიანების. გავლილი გვაქვს უკანონოდ დაპატიმრება ადამიანების რა. და ესეც არის ახალი ეტაპი, რომ საბოლოოდ მოხდეს აი ამ ტერორით მოგუდვა იმ ადამიანების და იმ პროტესტის, რომელიც არ ეგუება უსამართლობას რა. სხვა არაფერი არ ქვია ამას. მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი რა. მაგრამ ჯერა მაგის, რომ ეგ ამბავი არ გამოვა. რაც უფრო ეგ განასხვავებს, ეს მეთოდები შეიძლება მუშაობს რუსებთან, ეს მეთოდები შეიძლება მუშაობს ბელორუსებთან, მაგრამ ქართველებთან ეს მეთოდები არ იმუშავებს. აი უკვე რამდენი ადამიანი იყო ეხლა თუნდაც ჩახუნაშვილების სახლთან ხო? ყველას გვინახავს ალბათ ერთი ძველი ესეთი კადრია რუსეთში ერთი რობოკოპი არბევს, რა ვიცი, ერთ კორპუსს მოსახლეობას და გარბიან და შეიკეტნენ სახლებში. არა, აქ ყველა ჯერზე, როდესაც სისტემამ გადაგვიჭირა მათრახი, უფრო მეტნი გამოვედით. და ესეც ხდება დღიდან დღემდე რუსთაველზე მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ვერ თანხმდება ძალიან ბევრი იმაზე, როგორი იყო 4 ოქტომბერი, როგორი უნდა ყოფილიყო 4 ოქტომბერი, როგორი უნდა იყოს 4 ოქტომბრის მერე რაღაც საკითხების გარკვევა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღი რაც არის ერთობა, აი ეგ ერთობა კიდევ უფრო მაგრა იკვრება და ისევ ერთობით, ისევ მშვიდობით აუცილებლად მჯერა იმის, რომ ამ რეჟიმს ბოლოს მაინც გადავტეხავთ. აქ საოცრება იცით რა არის, აი ხა წეღან მკითხულობდი ახალი პატიმრების გვარებს და რაღაც რამდენიმე თაბახი დასჭირდა. მაგრამ ეს არ გაჩერდება, ხო მე გეთანხმებით, ანუ შიში რაღაცნაირად გადატეხილია და ყველა მეორე დღე ამაზე მეტყველებს, მაგრამ აი სადამდე არის ეს ხალხი წამსვლელი, ანუ სახელმწიფოს დამხობის მუხლით იჭერენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელია აი მართლა ვერ წარმოიდგენდნენ და ძალიან მძიმე ისტორიები გავიგეთ ჩვენ ხო რომ დაჭერილი ადამიანებიდან რამდენიმე შესახებ ალბათ თავის ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდნენ თუ კი ისინი ოდესმე გადატრიალების მუხლით შეიძლებოდა აღმოჩნდა ეხლა რაც უნდა აი ამ სისტემას რეჟიმს ყველაფერს მოარგებს საკუთარი თარგი აქვს უკვე რა გამოჭრილი ამ რეპრესიების და უჩა თქვენთან გადმოვალ როგორი უნდა ყოფილიყო